ეს იაპონიაა, ქვეყანა, სადაც მიწისძვრა აღარავის უყვირს. ადამიანები უბრალოდ გასატეხი ნივთების თაროზე შეკავებას ცდილობენ. არ გარბიან შენობიდან და ბიძგების დასრულების შემდეგ ძირს გადმოცვენილ საგნებს თავის ადგილზე აბრუნებენ. ასევე დარწმუნებულები არიან თითოეული შენობის გამძლეობაშიც. ბუნებრივი მოვლენა, რომელიც არასტაბილურობასთან ასოცირდება, რეალურად თითოეულ სეისმურ ზონაში სტაბილურია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრის მაქსიმალური ეფექტი 7-დან 8 ბალამდე გაიზარდა. ნედა მთელ სოფლიოში გაიზარდა ესე მიწისძვრების საფრთხეები და ყველა სახელმწიფო უკვე თავის რაღაცას ექსტრემალურ ღონისძიებებს ახორციელებს, სახავს. ახლა კიდევაც ესე და საქართველოში კი სამწუხარო ამის გავსი არაფერი არ ხდება და ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. თუმცა როგორც სეისმოლოგები ამბობენ, მოკლე დროში ასეთი ცვლილება უბრალოდ შეუძლებელია. არ შეიძლება უცებ გქონდეთ სეისმური თქვათ ზონა, სადაც ხდება მიწისძვრები, იცით რაღაც ძალიან ხშირად, ძალიან აქტიურად ხდება მიწისძვრები და უცებ გაიღვიძოთ 10 წლის შემდეგ, გაიღვიძოთ რა თქვათ და გავიდეს 10 წელი და 10 წლის მერე ეს პროცესი შეწყდება. ასეთი კანონზომიერება ბუნებას არ ახასიათებს, ხო? თქვათ აი ესეთ ძალიან დროის მცირე შუალედში, ხო? თბილისში აშენებული სახლების უმეტესობა სწორედ 8 ბალიან სიმძლავრეზეა გათვლილი. თუმცა არსებობს შენობები, რომლებიც მხოლოდ 7 ბალს გაუძლებენ. ისინი 1991 წლამდე აშენდა. ადრე მათ გამძლეობას მშენებლობის სამინისტრო აკონტროლებდა. დღეს კი ეს საკითხი მერიის დაქვემდებარებაშია. შენობა ნაგებობათა ექსპლუატაციაში მიღების წინ, როდესაც ფორდება მიღება ჩაბარების აქტები, აქ ფაქტიურად შენობა ნაგებობათა შემოწმება სეისმომედეგობაზე არ ხდება. საქართველოს სეისმურად აქტიური ზონაა. ამას ხშირად კავკასიის ქედზე მიმდინარე პროცესებით ხსნიან. მიმდინარეობს კავკასიონის მთელ ქედზე რღვევითი პროცესები და 9 ბალიანი მიწისძვრები საქართველოში პოტენციურად არის შესაძლებელი. სეისმოლოგები ამტკიცებენ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრის სიმძლავრისა და დროის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ამიტომ სურათს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. კავკასია მდებარეობს 2 ტექტონიკური ფილის შეჯახების საზღვარზე და შესაბამისად ეს არის მიმდინარე პროცესიც, ეს მიდიოდა ადრეც, ეს ალბათ უახლოესი თქვათ მილიონი წლის განმავლობაში ალბათ მსგავსი პროცესები წავა. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია, რომელსაც თან ახლავს რა თქმა უნდა სეისმური აქტივობა. ბუნებრივი მოვლენის პრევენცია შეუძლებელია. საქართველოს სეისმურად აქტიური ზონაა და სეისმოლოგებიც ბიძგების დაფიქსირების ალბათობას მომავალშიც არ გამორიცხავენ. მთავარია სახლი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, არსებულ სტანდარტებს ექვემდებარებოდეს.